მამისა და დადისა და სულისა წმისა და გილოცავთ 100,000 მოწამისინების დღეს. ეს იყო მე-13 საუკუნეში ხადები დადის ფიშობლის დამაცხოვრის მეტეხისგან და უთხრეს რომ დააბიჯდა 100,000 ადამიანი ეწემა ქრისტეს წმენისა გამო. და შეიძლება ქართველი იყო, ბერძენი იყო, რუსი იყო, ბულგარელი იყო. ქრისტიანები ვისაც ქვია, ვეწარმოებოდით ქრისტეს წმენის გამო, რატომ? იმიტომ რომ ვინც არაა ქრისტიანი, იმას არ ჭირდება რომ ქრისტე მეტია და ამიტომ გვაწამებდა. დღეს კიდე რა ხდება, ვისაც მოწინეები ქვია, ესე იგი საპატრიარქოს ესე იგი ლანძღავენ, იმიტომ რომ არ არის ლიბერალების მხარეს და ლიბერალები კიდე ვინ არიან? იმ ლიბერალები ის მხარეს, რომლებიც ეთანხმებიან საქართველოში LGBT-ის პროპაგანდის დაშვებას. თუმცა სტატისტიკით 121 ქვეყანაში დაკანონებულია კაცი ხოცინება და ახლა ამათ გონიათ ვინც ეწინააღმდეგება საპატრიარქოს და გონია რომ ტერია დემოკრატიის რომ ეს ახლა 121 ქვეყანაში მიღებულია ევროპის ქვეყნებში და ეს ევროპა რატომ აჩვენებს მაგალითად იმიტომ რომ იქ მუშამასპიტი აკვიდრია მუშასეკ ახლა არ ჩარდის ისაა დაცული აქედე ქართველი ისე პირობებშია მატერიალში რომ ვეჩერდება საქართველოში და ახლა გამომდინარე აკეთებს დასმას რომ აი ეს ევროპა არის ღმერთი ევროპა ღმერთი არ არის ევროპიდან კარგი გადმოვიყოთ რომ კანონით მუშა იყოს დაცული მეხშე ვიხსენებ მომის უწყობას რომ მუშას მეტი პირობები ქონდა უკეთესი ვიდრე დღეს დემოკრატიულ საქართველოში ასევე უღმერთო ევროპაში არამატო ადგილობრივები არიან კარგად მატერიალურად, არამედ ჩვენ ჩასულებიც, ესე იგი, შეგვიძლია უსაფრთხოების საქმეს გვია. დახმარებას ეუბნებიან სახელმწიფოსგან და როგორ მიაღწიეს ამას, ესე იგი, კანონით დაცულია მუშა. ასევე კანონით დაცული იყო საბჭოთა კავშირში, წელიწადში ერთხელ დასასრულად მიდიოდი და მე ხო 77 წელს მომასენდება. იმ დროს უკეთესი პირობები იყო მუშა ადამიანისთვის ვიდრე დღეს. ხო და შენ რო იბრძვი ოპოზიცია რო ხარ, იბრძოლი ამისათვის რომ კანონით დაცული იყოს ადამიანი, კანონით დაცული იყოს ავადმყოფი, თუ ფული არ აღმოგდეს ესე იგი უფლობის გამო ამაზე იფიქრე და ის რომ შენ საპატრიარქოს ლანძღავ თუ მოწუნება ამაზე რა თუ ათეისტი ხარ არ მეკოს თუ მოწუნე ხარ და საპატრიარქოზე ლანძღავ იმიტომ რომ იცავს რას ოჯახის სიწმინდე რო იყოს დაცული და თუ შენ ევროკავშირი გთხოვს დაუშიო პროპაგანდაო და ამას ეთანხმები მეგეულები თქვენ ვის მოწუნეები ხარ მაზიერ და ზოგი კიდევ თისახურია გასაგვირია იმიტომ რომ დაიწვა სოდომი და გომორი მოხდა წარღვნა არა იმიტომ მარტო რომ ესე იგი მამათმავლობა ცოდვა აი დღეს რო ეწამა ხალხი 100,000 მოწამე ისტორიკოსი რაწერს იყო რუსუდან დედოფალი რომელიც იყო მსუბუქი ყოვაქცევის და ხალხმას მიბაძებოდა ეს სიძვა მუშობა გაყალება იყო პირზე დაუშვა ღმერთმა ფიზიკური განადგურება არა იმიტომ რომ ღმერთს არ უყვარს როცა ნადგუდება ეს ჯოლათმაში ცებრიელები ნადგუდებოდნენ როცა ვიწებდნენ ფიზიკურად და რატო აი მაგალითად ამ განადგურებამ რა გამოიწვია 100,000 შეემატა ღმერთს ასევე პირველი ვინ წავიდა სამოთხეში ფიზიკურმა წამებამ ფერისვალებამ მოაწინა მესროში ასევე ახლა ჩვენ ფიზიკურად ესე იგი რა ხდება საქართველოში ხშირად რომ ქართული ადამიანი ხდება ლოთობით და წამით არ გოდეგები და ეს რატო ხდება იმიტომ რომ განსაცდელი არის სიტუაცია მაგრამ ისეთი განსაცდელი არ არის ადამიანი გამოფრინდეს და ომი აფრინდებს უკუნდება ისინი აფრინდებს და ერთ დღეს 100,000 ადამიანი ეწამა საწუნოებისათვის და ხშირად 6,000 მაგალითად ხშირად ქართველი ადამიანი ეწამა ვახშის მის გამო და ეს კიდე რა ხდება
ეკლესიის ზეგი საპატრიარქოს ეძახის ზოგი მოწუნეა მასიარებელია და გონია რომ არის იმპერია დემოკრატიის და რითი მთავრდება ამათი სიყვარულისაც ლიბერალი ვიქვია. ესე იგი 121 ქვეყანას უდევს 121 ქვეყანაში დაგამლია კაცი ხოცინება და ეს დასიჯნავს რომ ესე იგი იმ კაცს შეუძლია ბავშვს ეყვანა. ეს ხო საშინელება იმ ბავშვების უფლებები ხო დარღვეულია. ჩვენს გვიყვარს, მაგრამ რა განსხვავებაა ჩვენსა და ლიბერალებს ჩვენ ვაბობთ რომ შვილო ეს არის ავადმყოფობა. ისინი კიდე ამბობენ რომ შვილო ეს არის ჩანსახი მდგომარეობა და ბავშვებს ასწავლიან სკოლაში. უსაკა ისდებიან და 12 წუთი გახდებიან, მერე გადაწყვეტენ ვინ იქნებიან, ბიჭი თუ გოგო. და ეს ყველაფერი მთავრდება როგორც თქვი 121 ქვეყანაში სათიგაძე ხოცინება დაკანონი ოფიციალურად და თვითონ ისეთ ქვეყანაში საბერძნეთი ასეთ ქვეყანას დააკნების კაცი ხოცინება და გამოსვლები არ არის რას უკეთებს ლიბერალური არხები ტვინის გამორიცხვას მოწუნებს თუ ათეისტები ხართ მე თქვა გაგიმარჯვოთ ჩემი ლაბარაკი არ გესმით მაგრამ როცა მოწუნები ხართ და საპატრიარქოს დამზადეთ იმიტომ რომ ესე იგი ეწინააღმდეგება პროპაგანდას ლგბტ-ს და თავრობას ხალხში უდგეს ამაში რომ კანონი დაცული იყოს და თქვენ განსაკუთრებით იმიტომ რომ დაუდგეს კარში დაუდგებით რა თქმა უნდა ოპოზიციასაც მოწოდოთ ვისაც დისახურები ქვია მოხმარება ესეთი ოპოზიცია რა დაუწოდოთ ოპოზიციის იმიტომ რომ მარტო სკამზე კი არ იფიქრო და ყველაფერში კი არ ნანწონ რას კარგია თავრობა თუ მარტო სკამზე არ ფიქრო მაშინ ყველაფერში როგორ შეიძლება ცუც ხედავდე თავრობაში ცუცზე თქვი მაგრამ ყველაფერში რო ცუც ხედავ ესე იგი მარტო ჩვენთვის მიზანია სკამი თანამდებობა შენ რო უბრალო ადამიანი ხარ და რო გაბრაზებული ხარ ამაზეა ლაპარაკი თან მოწუნე ხარ თან მაზიარებელი ხარ ზოგადად თისახობია ესე იგი საპატრიარქოს ლანძღავ იმიტომ რომ იცავს ბავშვების უფლებებს და უნდა რომ კანონით ყველა მარტო საპატრიარქოს მსახურებს კი არა ყველა ადამიანს ვისაც მოწუნე ქვია მარტო თისახოს კი არ გვინდა რომ კანონით ესეც კონსტიტუცია ქვია დაცული იყოს ბავშვის უფლებები დაცული იყოს ოჯახის სიწმინდე დაცული იყოს ჩვენი ბავშვები პროპაგანდისაგან ლგბტ-ს რა არის აქ გაუგებარი ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა ჩვენთან არც ღმერთი